Dip down and take a drink and fill your water tank. Dip down and take a drink. Oh, man, so turn around with it. Dip down and take a drink and fill your water tank. Dip down and take a drink and fill your water tank. Oh, მოგესალმებით ქალბატონებო და ბატონებო, თქვენ უყურებთ გადაცემას ბინა 18 და მე ამ გადაცემის უცვლელი წამყვანი ანრი ჯოხაძე გახლავართ. და ამ გადაცემის წამყვანაში დამეხმარება ჩემი ძმა ლევანიკა გორელიანი. მიესალმოთ. და ქართველი და ესეთი ნინი გოგიჩაიშვილი. ახლა. ანრის მიუტოვეთ ცოტა ვაპატიოთ, იმიტომ რომ ინგლისურად უფრო კარგად კითხულობს. ინგლისურად და სიმღერის დროს ხო საერთოდ ვერ შენიშნავ, მოკლედ. Sorry, ინგლისურად უფრო კარგად გამოდის. მოკლედ. აქვე მინდა მივესალმოთ ჩვენს მასპინძელს. ჩვენს თბილისი 2015 ოლიმპიური ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი თბილისი 2015. ყველაზე 15, ყველაზე ახალგაზრდული. ჩვენი მასპინძელი თან. მოკლედ. ოკეი, ჩაი არა ამ ახალმა წლებმა. ჩაი. ესე მრავლობითში ამბობენ, ხო? ახალმა წლებმა ჩაი, ახლით ახალი წელი, ძველით, ბედობა, ყველაფერი მორჩა. განწყობაც, ასე თუ ისე ხალხს აღარ აქვს, მაგრამ მარტო ბავშვებს აქვს, შემორჩა. ბავშვებს რა თქმა უნდა. ეს ნაძვის ხეს ჩვენთან. ჩვენს არ გავშალეთ არაფერს ხელი არ მივაკარეთ 19-მდე შეიძლება. 19-მდე შეიძლება და მოკლედ ბავშვებთან დაკავშირებით ვნახოთ ჩვენი რუბრიკა აი თაობა. აი. ბინა 18-ის ეთერში დადგა აი თაობის დრო, როგორც უკვე მიხვდით ალბათ. და ჩვენი სტუმარია ბატონი ლუკა. მოგესალმებით ბატონო ლუკა. გამარჯობა. თოვლის ბაბუის გჯერა? მჯერა უყურთ, აქ არა, ჩრდილოეთ პოლუსში არის, ჩრდილოეთ პოლუსში ცხოვრობს ის. გამარჯობა ნატუკა. გამარჯობა. თოვლის ბაბუის არსებობის გჯერა? არა. აბა ეს საჩუქრები და ეს ბუხრიდან რო ჩამოდის და რო გახვედრებს, საჩუქრებს ეს რა ხდება, რა შეასაკ? ეი, დედიკა და მამი გამყიდო. გვატყუებენ, ანუ? ო. როგორ ხარ ემილი? კარგად, შენ როგორ ხარ? კარგად, მადლობა. თოვლის ბაბუის თუ გჯერა? კი, რა თქმა უნდა მჯერა. რა თქმა უნდა, რატომ? იმიტომ რომ ყველა ბავშვს ზინავს თოიბაბუა მოდის ჭამს კბილოს და ბავშვებს თოვებს საჩუქრებს. აი თაობის შემდეგი სტუმარია კესო. გამარჯობათ. თოვლის ბაბუის გჯერა? არა, იმიტომ რომ ყველა კაცი ერთნაირია. რა გიყვარს ახალ წელში? სუფრა რო იშლება ახალ წელს და სხვადასხვა ლიმონადები ერთმანეთში ერევა და დილით მერე პახმელიაზე ვერ თავი მტკივა. ყველაფერი მიყვარს. უფროსები რო თვრებიან, ეგეც გიყვარს? არა. მე ძალიან თვალები ვარ და ბავშვი გააღვიძეთ. არა მიყვარს. აბა ყველაფერი მიყვარსო? მაგის გარდა ყველაფერი. რა გიყვარს ახალ წელში? მე ახალ წელს არ მიყვარს გოჭი. გოჭი, ესე კონკრეტულად გოჭი. დიახ, ძალიან არ მიყვარს გოჭი. საახალწლო საჭმელები გიყვარს? არა. რატომ? იმიტომ რომ მას უქერს. შენი აზრით სანტა მოერევა თუ თოვლის ბაბუა? თოვლის ბაბუა. რატომ? იმიტომ რომ ის ძლიერია უფრო და გარჯანზეა. შენი აზრით, ემილი, სანტა მოერევა თუ თოვლის ბაბუა? სუპერაკაკი. სუპერაკაკი დაუმარცხებელია, გეთანხმები. სუპერაკაკისთან არავის შანსი არ აქვს. კი, არავის არ აქვს შანსი. სანტას და თოვლის ბაბუის ჩხუბი რომ იყოს, ვიზე დადებდი? აჯინიკზე. რომელი მოერევა შენი აზრით? თოვლის ბაბუა. რატო? იმიტომ რომ იმას კომპანი. წარმოიდგინე ხარ რომ შენ ხარ საქართველოს პრეზიდენტი ქალბატონი ემილი. როგორ მიულოცავდი ახალ წელს საქართველოს მოსახლეობას? ყველა ადამიანს ვულოცავ ამ ახალ წელს და ყველას შეუსრულდება ახალი წლის სურვილები. თქვენ შეუსრულებთ ქალბატონო ემილი?
რა თქმა უნდა შეუსრულებ. მე გილოცავთ ახალ წელს, ბედნიერებას, გამრავლებას, გახარებას და ყველა ბედნიერად იყავით ამ ახალ წელს. აი ასე ვეთყოდი. 2015 წელს ბედნიერად იყავით ამ ახალ წელს. ხალხო გილოცავთ ახალ წელს. ჩვენ დავაგებთ ახალ გზებს. პოლიციელებს ახალი ფორმა იწმევა და ექნებათ ახალი მანქანები. ისეთი რომ 120-ით რო დაეჯახოს, მანქანა არაფერი არ მოვიდეს, არ გატყდეს. მე მინდა რომ ბურჩქები საერთოდ არაფერი არ მოჭრან ხალხმა. ნაძვისხე იმ შემთხვევაში თუ არა აქვთ. ავიდნენ კიბეთი, მოჭრან ერთი ადგილი და წაიღონ სახლში. მინდა კიდევ ერთხელ თქვა რომ ხეები არასოდეს არ მოჭრათ. ძალიან გაგხსნებთ. მოკლედ, აი ესეთი აზრი აქვს პატარა ბავშვებს, ძალიან კარგი. მაგრამ დაუბრუნდეთ ახლა ჩვენ თემას. მოკლედ, საქართველოს შოუ ბიზნესში რაღაც მოხდა. მოხდა? საქართველოს შოუ ბიზნესში რაღაც მოხდა. ხო და. სადმე სხვა კი არის ჩვენთან. და რა მოხდა? საქართველოს შოუ ბიზნესის წევრები ჩარჩნენ გუდაურში. გუდაურში არიან ჩარჩენილები. ხო და. მე ჩვენ რა დავაშავით, რა გვეშველება? ისე რომ იქ ჩარჩნილ აქ იმ არაფერს ვინ გააკეთებს რა არაფერსაც ეკენი აკეთებს. რამდენი არაფერი არის გასაკეთებელი აქ? მე მგონი უამრავი. უამრავი არაფერია გასაკეთებელი. ხო და იმდენი სვეცკი ტიპი არის ჩარჩენილი ახლა გუდაურში. ელიტა. ზემოდან რო გადახედო უკვე ისეთი პეროს ფორმა აქ რა. გუდაური პეროს ფორმის არის. გულის ფორმა. შენიერია. ყაზბეგში ჩამოწვა დიდი ზვავი. ხო და რომ მოდიოდა ეს ზვავი მოდიოდა და ხომ მოგქონდა ყველაფერი და სასტუმროს რომ მივუახო და ოპოპო მე აქ არ ისეთი ფასებიაო. მე აქ ვერ შევარ. და როკერები გამოვიდეს ხო გუდაურიდან. გუდაურიდან როკერები გამოახციეს? იმიტომ რომ მაგათ ხო ჯაჭვები აქვთ ბევრი. ჯაჭვებით გამოვიდეს რა და ოკეი, ძალიან გაუსაზრესი პირობებია იქ. ჩარჩენილ ადამიანებში მაგარი პანიკა არის. ხო, სასტრაფოდ უნდა მივეხმაროთ ამ ადამიანებს, იმიტომ რომ მე დარწმუნებული ვარ რა ხდება. მოკლედ რომ აგიხსნა როგორი პანიკა, ანუ წარმოიდგინე iPhone-ი აქვს 3%-ზე დარჩენილი. ხდები, ცოტა ხანში ვეღარ Facebook-ზე ვეღარ შევლენ და ვეღარ დაწენენ. აქ არის გაუსაზრისი პირობები, როგორ ეწერა ზოგიერთ. კარგი, მაშინ Georgian Dream Studio present. მაშასე, დავით ნარმანიას აქვს არაჩვეულებრივი იდეა, რომ ადამიანებს, ანუ შოუ ბიზნესის წარმომადგენლებს ჩვენ უბრალო ადამიანებმა მივცეთ ხმა და იმის მიხედვით გამოვლენ ეს ადამიანები კონცერტებზე. კაი, ნახე რა ხდება. ეს ფაქტიურად არჩევნებია, ჩვეულებრივი ამბავია, რომ არჩევნები არის. ეხლა თუ გზავრებმა მოიგეს არჩევნები, რა თქმა უნდა, უმრავლესობით მოვლენ. ნინა წრიალაშვილის იღებს მონაწილეობას არჩევნებში, თუ აირჩევთ ნინა წრიალაშვილს, იქნება დაბადების დღე 100 ლარი, ქორწილი 200 ლარი, ქალებისთვის უფასო. ქალებთან ახლო დამოკიდებულება აქვს. ირმა სოხაძემ თქვა, რომ მე წავედიოდა, საწახვედიოდა სახლში. რა თქვა ეხლა იგი ყო მე. არჩევნების მერე ალბათ ისეთი ის გაიჩიტება, კი. კამათები, რომ აი შენ პუგაჩოვას აგენტო. ახლა ჩვენ შემოგთავაზებთ ახლა იმ ადამიანების სარეკლამო კამპანიაა რა ფაქტიურად. უკვე დაიწყო გადის გოლები, ვიდეო გოლები. გამოჩნდა პლაკატები ეს ყველაფერი ჩანს უკვე ქალაქში და ახლა შემოგთავაზებთ ჩვენს რამოდენიმე მათგანს თავისი სარეკლამო პიარით, აბა როგორ იზრუნეს მათ თავის პიარს. ლელა წურწუნია, თქვენ სამსახურში აგერ უკვე 20 და აღარც მახსოვს რამდენი წელია. ჩვენთან არის მამულიჩა. შემოხაზეთ ლელა, ოღონდ ლელა. ნინი ბადურაშვილი, მტკვრის მარჯვენა სანაპიროს ხმა თბილისის მერიაში. ნინო ჩხეიძე, არა მარტო მარშრუტკებში, არამედ თვით ფრინავში. ტრეკლე დეისაძე. ახალი ხმა, ახალი აზრი, ახალი სახე, ახალი ჩინური ირაკლი ჩარკვიანი. შემოხაზეთ ერეკლე დეისაძე, რა ხდება რა წუწუნია. მერაბ სტეფაშვილი, შემოხაზეთ ან იპოვეთ მერაბ სტეფაშვილი. მაშასო ქალბატონებო და ბატონებო. ბატონებო. ჩვენი საახალწლო განწყობა გრძელდება. გინდა არ გინდა გრძელდება, რა თქმა უნდა. და ჩვენ შემოგთავაზებთ ახლა საახალწლო სიმღერას ოდნავ დაგვიანებულს, მაგრამ აგერ არის 14 ძველი ხალწელი, აი. რამბავი ატეხე. რა დროს ეს საახალწლოში რა დროს ახალი წელიაო? როგორ არის ახალი წელი რა? მოკლედ, ცოტა დაგვიანებული სიმღერა ახალ წელზე.
ყველაზე გემოვნებიანი, ყველაზე ხარისხიანი. GDS He wants up, ახალ წელს. He wants up, ყველას ახალ წელს. He wants up, ახალ წელს. He wants up, ყველას ახალ წელს. ყველაზე ლამაზი და ყველაზე ფერადი დილა. გარე ძამთარია GDS-ზე ისევ თბილა. ვთილობთ დღე გაგიხადოთ ბევრად ხალისიანი. გამოსახულება ბევრად ხარისხიანი. გისურვებთ რომ ყველას გქონდეთ ბევრი სიყვარული. ბევრი ბედნიერი დღე და ბევრი სიხარული. ყველას წარმატებას, ჯანმრთელობას გისურვებთ ბედნიერებას. მადლობა რომ გვიყურებთ. რაც მაგრები ვართ, ქართველები ვართ. უფრო მაგრები, თავმდაბლები ვართ. თითქოს ცოტა და მაინც ბევრნი ვართ. დღესასწაულზე ყველა ერთნი ვართ. ახალი წელი, ახალი დღეებით, ახალი განწყობით, ახალი ფერებით, ახალი მიზნებით, ახალი შეგრძნებით და სულ ახალი მეგობრები შეძენით. He wants up, ახალ წელს. He wants up, ყველას ახალ წელს. He wants up, ახალ წელს. He wants up, ყველას ახალ წელს. კოჭებით და ინდაურის და ხუნძურის სუფრები. გვინდა თუ არ გვინდა ახალ წლებს სუხდები. სულთრებით სასმელს გვერდს ვერ აული ნეტარაში გვეტევა ამდენი დღესასწაული დღეს მინდა რომ ვიყო ელექტრო სანტა კლაუსი გილოცავთ ყველას თქვენი კიბერჰაუსი შენს რას უცდი მიდი დროზე შამპანური გახსენი მოდისელი ახალი და მითხარი რასელი პოზიტივს სიხარულს ულევ სიყვარულს ციკეთეს ბარაკას სუმწვანეზე სიარულს ყველაფერი დადებითი უკვე შენი ბედია რაღაც უცდი შეიყვანე GDPedია მოდის ახალი ვაცილებ ძველს გაიხედე გარეთ მე მგონი თოვლიც დევს GDS-ი გილოცავთ ახალ წელს სულ ზონა დარჩა მაგრამ ახალ წელს გილოცავთ ყველას ახალ წელს გილოცავთ ახალ წელს გილოცავთ ყველას ახალ წელს გილოცავთ ახალ წელს გილოცავთ ყველას ახალ წელს გილოცავთ ახალ წელს მე და ნუ შენთან ბიჭ თუ უნდა რომ კონდეს ურთიერთობა მანქანა უნდა ყავდეს უეჭველი და გასაშლელი კიბე ჩვენ ბოლომდე არ ვიცი რა ტანუ გულწამტანო უცხოდ მარებო და ის რასაც ჩვენ დაღებაღალე რუსულად რა წავიდა 1 2 იმედია რეკლამაზე არ გადაგიხავს და რა თქმა უნდა არ უყურებთ რაღაცებს ცუდ მოვლენებზე არ გაქვთ და არ იფუჭებთ განწყობას და არ გაქვთ გადართული კურიერზე და უღრიკებთ პოზიტიურებზე გაქვთ გადმორთული მაშინ ჩვენი გაცემა გრძელდება აი სტუმარი მოვიდა ჩვენთან თუ გამოიცნობ თუ ვინ არის და ღმერთო ჩემო შემობრძანდით მიესალმოთ მარგო ლუჩკო ღმერთო შეგიძლიათ აი შეიძლება გემწია. ეს დავდიხარ რა რაღაცა გადაკლებული ბატონო. ჩიპდელ ის რა ქვია? ჩიპდელი და მარგო. მე ვარ ჩიპი. მე ვარ მარგო. მე გავედი. ეგო ხარ? ძალიან დიდი მადლობა რა დაბრძანდი, მობრძანდი. აბა მე შეგადაყობა. როგორ ხარ მარგო? ძალიან კარგად გილოცავთ. ახალ წელს ყველა რასაც იყო დღესასწაულები. რასაც იყო, როგორც იყო, როგორ ადაც. და რაც იქნება. რაც თავარია. რა შვები, რა საქმეა? როგორ მიდის შენი საქმეები? ძალიან კარგად მიდის ჩემი საქმეები. გადავიღეთ სახალხო ფილმში. აჰა. ახალ წელს დაკარგულები. ახალ წელს დაკარგულები. და აუცილებლად უნდა ძალიან ბევრი ცნობილი ადამიანი თამაშობს ამ ფილმში. ძალიან ბევრი. ძალიან ბევრი. ყველა. ვინც არის თითქმის მე ვნახე ფილმის ტრეილერი, ანუ და იდეაში იყო ესე რომ ვერ გავიგე ფილმში რა ხდებოდა, მაგრამ სამაგიეროდ გავიგე რომ ძალიან ბევრი ადამიანი თამაშობს. არ გეუბნებიან ფილმში რა ხდება, მაგრამ გეუბნებიან რომ ბევრი თამაშობს.
ჩვენც ბოლომდე არ ვიცით რა ხდება. რას მოგიყვებით კიდე რაღაცები? ფილმის გადაღების დროს როგორ მიდიოდა ამბავი რაღაცები გველაპარაკეთ? ნუ ჩვენ ესე იგი ვიყავით თითქმის 2 კვირა სამცხე ჯავახეთში. ცხოვრობდით რაბატში. რაღაცა მედიტაციებშია. და ძალიან მეგობრული წრე იყო, ძალიან ბევრი ვერთობით და უცებ მე სხვა შორს ჩემი პარტნიორი იყო დათო დარჩია, რომელიც ძალიან ბევრი რამე მასწავლა და ძალიან ბევრი კარგი ხალხი გავიცანით, ჩამოვიდა ირაკლი ფირცხელავა, ძალიან საინტერესო იყო მასთანაც გადაღება და მუშაობა. და რა ვიცი, მომავალში რა თქმა უნდა ვაპირებთ უკვე მეორე ფილმზე მუშაობა. იმედი მაქვს ესეც იქნება მეორე ფილმი რა იქნება? გუდაუში ჩარჩენილებით? არა, ეს იქნება ზაფხულის თემა, სადაც იქნებით მხოლოდ და მხოლოდ კუპანიკებში. ღმერთო ჩემო, ტიტლიკანები. არა. ეს ჩემთვის ვიფიქრე. ხმამაღლა თქვი? მე მგონა ვიფიქრე. მოგიგდე შენი თავი. მოგიგდე შენი თავი. თამაშობს ფილმში. დიახ, ერთ-ერთ როლს ასრულებს, ძალიან სასაცილო არის. რისი როლი აქვს? ქართველი მომღერალი. ქართველი მომღერლის როლი აქვს. როგორი აი ეს დეშტანანა რა არიან? დეშტანანა. დიდი ულვაშიანი კაცი. და რა ვიცი, გამოვიდა. ამაინტერესებს, ანუ ქუსლებს ხშირად ატარებ ხოლმე, ხა ქუსლიანი კაცია კიდევ ხედავ. რამდენი სანტიმეტრი არის? ნუ ძირითადად ანუ გეხოწები, ნუ ყურებ რაღაც დავიძაბე. რატო? რა ვიცი, სულ ქუსლები დავდივარ, თუ სადმე მივდივარ. მოკლედ, ანუ შენთან ბიჭ თუ უნდა რომ გქონდეს ურთიერთობა, მანქანა უნდა ყავდეს უეჭველი და გასაშლელი კიბე. გასაშლელი კიბე? კიდე ქუსლებს რა. არის ერთი მოსულია მართლა. შენი პაკოლნიკი არის ჩვენ. აი ვიცით რომ პირად ცხოვრებაზე არ საუბრობ მაგის შესახებ. მაგრამ ერთი ბიჭი არის მოსული, რომელსაც უნდა შენი გაცნობა მოკლედ და არ გვინდა გიხოცები. კი, ოჭველი, კი. აგი მობძანდი? მოდი, არაფერი. არა, უბრალოდ ლექს საგიკითხავს, მე კი არა. შემოვიდეს. რა არის? საიდან შემოვა მაქედონ? მართლა ცოტა რაღაცნაირად მაღალი ვარ. მოდი. ხო, რაღაცნაირად მაღალი. აი ეს ადამიანი რომელიც თავ შეყარებულია შენზე, მოკლედ. გამარჯობა. Марго, очень приятно. Анзори. Анзорика. მე? დიახ. ახვიდეთ. ავიდე? დიახ. მართლა? კაი. არა, ჩამომცემთ. ესე ჯობია. უი, იჩუქჩუკი ანზორიკო. ტანუ. გულწამტანო უცხოდ მარებო. ცილფოკავებო მომკლავებო ვერსაკარებო. წარბწამწამ თვალნო მისათვალო შემაზარებო ცოცხლალ ბაგეო დამდაგეო პირო მთვარეო. შენზე ოცნებამ მინამსგავს სამილეო მთვარეს. სიცოცხლის ნაცვლად მოვისწრაფი სიკვდილ სამწარეს. მოდით მიჯნურო დამიტირეთ მოერთ ჩემს არეს. მკვდარი მიჯნური დამიტირეთ დამფალ სამარეს. სიცოცხლეო უყუღმართო და ცარეო. ანზორიკო. ძალიან დიდი მადლობა. მაგრამ გეხოცები. მე ქართული კარგად არ ვიცი და ის რასაც ჩვენ დაღალღალა რუსულად რომ აბა დაიწყე. კამი გამოაცალე. სანამ მოიფიქრებ და მოვა. მიყვარ ხარ. მიდი. ძალიან არ ვიცი გაიგე თუ არა რაც გითხრა აბოლოს, მაგრამ გულით გითხრა. აბა რა სიტყვები გაიგე. მთვარე რაღაცა გავის რაღაცა შენი სიყვარული ბაბა წახა. მოკლედ კარგი რაღაცები გითხრა დამიჯერე. კი, ძალიან კარგი რაღაცები გითხრა. ხო დასხდებოდით ისე უკან. ძალიან მაღლები ვართ. მარგო, ხო იცი ჩვენთან ყველა სტუმარი ვინც მოდის, ყველა რაღაცას თამაშობს. my god, я не თამაშობ. არა. ასტიშნობს რაღაც. გეხოწები, აი რა მნიშვნელობა ეხლა რა რაღაც სხვანაირი უნდა გავაკეთოთ. რამე ესეთი, რასაც მანამდე ტეხასური დავარიგოთ რა. არა, რა თქმა უნდა. რასაც მანამდე არ იყო. რაც მანამდე არ იყო. ანუ კავა ჟორჟოლიანი. მართლა? ექსკლუზივის ხალხი რა. არაფერი არ დავლიოთ, არ ჭამოთ რაღაცა ის. არა, არ დავლიოთ, არ ჭამოთ. არ დავლიოთ, არ ჭამოთ. მე მაგ კარგი იდეა. უარ გადავკოტრიალდით მე და შენ. ხა მაყურებელი ნეტა რას ფიქრობს? ასე უბნებავ, აი. ნეტა მაყურებელი ხარ რა იქ. მე მაქვს ძალიან მაღალი ფეხსაცმელი და ერთი შენ თვალში რომ მოხდა, მე უცვალოდ იქნები და რა ვქნათ? ისევ იგივეს ვიტყვი.
რას? გადავკოტრიალდეთ. ვიგორავთ. ვიგორავთ, ხო, კარგი. მოგეთ ვერ შევთანხმდით მე და შენ გადავკოტრიალდეთ. ცოტა ისე მაყურებელსაც რო გავაგებინოთ ეხლა გადავკოტრიალდეთ. ხო, კარგი. ანუ იცი რა არის? თორე უკვე ბავშვები გადამალეს. არა, იცი რა არის? 2 მეტრიანი კი ვარ, მაგრამ რაღაც მეც კი ვარ 2 მეტრიანი, მაგრამ я не складываю из 4 погибели. ხო და. ანუ ვერ იმას ვიზავ. ჭყლაპ თუ რა. ყველაფერი იქნება კარგი, ყველაფერს იზავ. ამ თამაშს ერთმანეთს აკეთებენ ჯიმი ფელონი და ჰოლიბერი. და ვაგეთებთ ახლა მე. ესე იგი მე ვარ ჰოლიბერი? შენ ხარ ჯიმი. ჰოლი, შენ ხარ ჰოლიბერი? ჰოლი, what are you doing? ნუ კაი, წადოთ. რატომ ხარ? კი, მინდა. წადოთ. Სადოთ. სათელიცა. სადოთ. ქალბატონებო და ბატონებო, გორაობა მინათ 18-ში, ლევანიკა გოგორელიანი vs მარგო ლუჩკო. მე მგონი უფრო ერთობლივი პროექტია ეს. გახსოვს? რა უნდა გააკეთო? ბავშვი, ერთი კითხვა მაქვს. ოდესმე გაკეთებული გაქვს ეს? ეს. კი. კაი, შენი 20. შენ გაქვს გაკეთებული? ჰა? მომეფე. შენ გაქვს გაკეთებული? არ გაქვს? ჯერ არა. კაი. ამაიცა ესე უცებ არ დაიწყოთ, ჯერ მოემზადეთ მოიცა. დადიქი ყარად დადიქი. კაი, მხარად არ გავარ, შენი 20. რა საყვარელი. ზად ხარ? კი, ზად ხარ. 3. მოიცა. 2. 1. წავიდა. მოიცა, ფაქო. 3. 2. 1. წავიდა. 1. 2. 3. 4. ეს იყო ძალიან მაგრა, ეს იყო იდეალური ხო? ამბობ მაგრაულად. კარგად დასრულდა. მარგო კარგად დავამთავრე. დავამთავროთ ხო? მარგო მოდი. მე და შენ ერთად დავამშვიდობთ. კარგი, ერთი წამ. კიდე ფეხზე უნდა კაი, ისედაც მაღალი ხარ, მოდი რა, რატომ ამცირებ? მაგას არაფერი არ შველის. მოკლედ ძალიან დიდი მადლობა. მოდი, ჩვენთან მოდი, პაკო. ნახე, უცებ რა დავაბალდი. დადაბლდი. დავაბალდი. უცებ რა დავადაბალდი. მოკლედ. მოკლედ. მარგო ლუჩკო. მარგო ლუჩკო ულამაზესი უსაყვარლესი მარგო თამაშისთვის. მოკლედ ხარ ძალიან. ძალიან დიდი და კიდე მოდი ხოლმე ჩვენთან. ყველა უყურეთ დინა თამეტი. გუფი კი არა რეალიტი შოუ გაქვს ხო? თითო ვარდება. House of the when the living people there. ეკაბესელია? აგვირჩიეთ და არც მეტი არც ნაკლები აღარ მიმღერებს აი. ჩვენ კონცერტი ჩატარდეს. ბიბინა ყველაზე ბიბინა ბრუნდება ეთერში. ჩვენ მასპინძელთან ერთად ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი თბილისი 2015 არის ჩვენთან. რომლებიც არიან ჩვენი მასპინძლები? ანუ მასპინძლების მასპინძლები. აჰა, მოვიდა. მივესალმოთ. ქუჩის ბიჭები და ნოლიკა, მოდი ესე. Come on. როგორ ახალგაზრდია? მე თუ შენი ინსტრუმენტებით. მოკლედ იმიჯი შეიცვალეთ? იმიჯი შეიცვალეთ. დასხედით სადაც გაგიხარდებათ. ჩვენ მოვედით უკვე? კი, მოხდა. არა შენ გზაში ხარ, ჯერ არ გოსულხარ. აჰა. ჩვენივრად გამოიყურებთ. როგორი ბიჭები ვართ, როგორი? აბა ნახე. რა ხდება რა წუწუნია? რა ხდება რა წუწუნია? ძალიან მოგწონს, რა კაი სახლია. ხო, გარაჩეულო. 19 მისამართი იცით უკვე. ეს რა ინსტრუმენტები შეგიყვიათ ხელში? ესე იგი მოყვე, დავიწყო. დავიწყო? კი, შენ დაიწყე. ესე იგი მოგეხსენებათ, რომ ტურნე გქონდა საქართველოში ვიმოგზაურეთ. ზურა გააგზელენ. ყველადის ქალაქში ჩავედით და მოკლედ რაღაცა კონცერტების განმავლობაში გზაში რო უსმენდით, სადაც არ უნდა გადაგერთო რადიო სადგურზე, ყველგან ისმოდა ფანოვი.
ყველგან აბსოლუტურად. ხო არ გჯერა? ვერ დავიჯერებ. ხო და მაგრა გიტყდებოდა, იმიტომ რომ ჩვენ მუსიკას არ გავკადნიერდები და ვიტყვი რომ ჩვენც არ ვიყავით ფლატფხიზლები და ბოლომდე აუწიეთ და მიდიოდა გუგუნი და ტიდიშიმ დირიმ და ხო და უბრალოდ მოვიგონეთ ესე იგი უბრალოდ შარჟი და ესეთი სიმხიარულის ამბავში მოვიგონეთ რომ მოდი ერთი ჩვენს გავაკეთოთ და შევხედოთ რა იქნება. რა იქნება და აგერ მეორე ხო და მე ჩავწერეთ ფანოღი სიმღერა რომელიც გელამდე ჩვენ გავაკეთეთ სხვა შორის სხვა დუეტი გვინდოდა უფრო ისეთი მაღალი რაღაც ისეთი მუსიკალური გემოვნების მაგრამ გადავწყვიტეთ რომ პირველი დუეტი გელა გნოლიძესთან და ერთად ჯგუფს გავუკეთებინა ფანოღი და ორი თვია პირველ ადგილზე და სიმღერას დავარქვით ვერ დაიჯერეთ ფან ესე ფანოღი და გელა მაკრიფა ესე იგი გააკეთა ის პოპურები რომელიც მოიფიქრა ის რომ ამ სიმღერაში რომელი ბევრი სხვა სიმღერებია 5-6-7 სიმღერა პოპურია ფაქტიურად და გელამ გადააბადა ცოტა გაასარჯა თუ როგორ თქვათ იუმორი შეიტანა ამბები და კარგი ფონოგრამა გაუკეთა ახლებურად და გამოვიდა კარგი რაღაცა მე საბოლოო ჯამში ხა რომ გავდივართ კონცერტზე იმ დღეს სამტრედიაში ვიყავით კალასთან ერთად და ერთად ვიყავით გზაში რომ მივდიოდით ყველა რადიოსადგურზე რომ გადავრთავდით უკვე ეს ისმოდა ხო და მგონი ჯობია რომ შეიცვლეთ მაგარი სიმღერა გუფის სახელით ხო ჰა როგორი აი რა როგორ ფანოღ ბიჭები მე მგონი უფრო საარჩევნო კამპანიით დავყავდეთ ჯობია რაღაც პოლიტიკაში ხوار წავიდეთ ნენა მოგიწევთ ხა ისეთი აკა მოჭამე შენ ამოწურა უკვე თავისთავი მოჭამე თქვენ სამნი ხართ ქუჩის ბიჭებს სამნი დარჩით ხო ჯოკერსაც ვეღარ თამაშობ გურამ შეჭამა ჯოკერი რო არის ვიღაცა მაინში თუ ითამაშებენ გურამასთან ერთად გურამ შეჭამა გურამი და გელა მოვიდა მე შევჭამეთ ხა და თუ რამე მოხდა და გელასაც რამე მოხდა აგერთით შემთემჟავია გაიფოლიცინოთ რა გურამას მოგეთ ჯგუფი კი არა რეალიტი შოუ გაქვთ ხო ერთი თო ვარდება და ჩარტ რეალიტი შოუ გაქვთ მართლა კაი ბოლო რას იგებს ჩემა ის რაღაც ბოლო მიდის ამერიკაში ბოლო არა შენიერია მე მგონი ხა შენ რო გიყურებ ფონიხსენი ქუდი შეგიძლია არ შეუძლია არა ცოტაზე ვითრო დიდი შუბლი გაქვს დიდი შუბლი რა ფანოხში მაგრა გამოგადგება 20 ლარიანი პირდაპირ მოდი გელა ხა რაღაცები უნდა გათამაშოთ ხო ის ჩვენთან გადაცემაში ვინც არის 20 რაღაცას თამაშობთ არის სულ ყოველთვის სახალისო უბრალოდ რო ვითამაშოთ ხა კარგად პიკას შენ უნდა გადმოხვიდი აქ შენ უნდა გადმოხვიდი აქ შენ უნდა გადმოხვიდი შენ არის ორი კაცი შეტევაში ჩაატოდებ და გოლია რა მე რო წავიდე მე მოვიტან ხა სულად დაგეხმარო მე დაგეხმარო აქა იქა ხო ანუ ჩვენ ხა გელამ უნდა აგვიხსნას რაღაცები ისა რა ადამიანები უფრო სწორად რა უნდა გავაკეთო ბევრი ადამიანები საგაიფოს რა ეხა მე აქედან განახებ რა ვიღაცა ადამიანი არის ამაზე არც მე არ ვიცი და თვითონ უნდა აგვიხსნას რა და ჩვენ რაც შეიძლება მალე უნდა გამოვიდეს ოღონდ სახელი და გვარი არ შეგიძლია რა სახელი და გვარი არ მოდია რაც უფრო სასაცილოდ გააკეთებ უფრო კაია რა პაროდიებით ხსნი დავიწყოთ მაშას აბა სამი ერთ წავიდა ჯოჯა მოვიდა მივიდა და ის ვისა დურას უკაცრავად მიშა სააკაშვილი ხო მაგრამ ჩინური მიშა ჩინური მიშა ჩინური მიშა ლაფსიაუ yes არა მაგალია თუ გამოვიდა დეგერაცვალე აბტო აბა 3-4 წავიდა მაგენა ზიო აბა ამას მაგრა ახსნი და ბოლო აბა ენი ნიკა გიგო ეს ახსნა მაგრა ვიხუმრე გამარჯობათ მე ვარ გიორგი ჯანელი გიორგი ვაი პირველად ლაკი მილიონი სურათი ეხლა როგორ გძელდება ეხლა როგორ ვისო შენ აგვიხსნი ხა
ეხლა აგვიხსნი? აუ არ ვიცი. ამოგი პიკასო აგის მე და ზურას გვაპატიე მე ეგეთი ამბები. მე დავжде? ხო, ეხლა შეიძლება. არა, რომ მომეხმაროს არ შეიძლება. არა, აუ პიკასო მაგრა იღებს. იმის არ უნდა დაარღვი. ხო, მოდია. მოდი, ერთად ავხსნათ. მოდი. აი, არა, დამიდეხი. მე და ზურას მარტო არჩევნებში. მაშინ მე შეზე მაღალი ვარ ბავშვობიდან გამოდი. ეგეთი დაიბადე შენ. მაღალი. ქერაბიჭი, ლამაზი. არა, ეს შეღებილია. მიდი. ესა. ხო, ქელი პიკასო, ქელი. მიდი. მოიცა. გამარჯობა. თქვენთან არის პედია. თითები არა? არა. ვაკაჭია. თითები არა გქა? ეს უნდა მოვიჭრა რაღაც საკრეტო მაგრამ. რა უნდა მოვიჭრა? ჭირდება ჯერ. ვაკაჭი ბაბატია. მოჩელი ძმა. აინტერესებს როგორ მაიცა. ეგარი ჩვენი ძმარი, აგი. ავხსნეთ. ნიკა. აბა? მაგრა ავხსნი. აბა მიდი. Dina. House. House is the house of the when the living people there. ეკაბესელია? არა. მაშინ ცისანაჭკადუა ორი ვარიანტია მან. მაშინ უცბად გეტყვი მინიშნება ხო? სულ თავიდან რო დაიწყო. ამის შოუ რო იყო. გოგი ჩაიკვი. დიდი დათო ჩაიკვი. მე რა შუაში ვარ ამან. აბა ესეც მაგარი კახელია, მაგარი კახელი ბიჭია, რა ჩვენაირი ბიჭია, კახელი ბიჭია, მაგარი სულ ანეკდოტებს საყვება ჩვენაირად რა. მარო მივიდა სახშიო და მარო მივიდა სახშიო და უთხრა 5 წელი მკვდარი მყავსო ხმარიო და მოდიო გავაკეთოთ საქმე როსტომაშვილი უცბად აიწყო ეგარი როგორ ვიხსენებ ბიჭი როსტომ და გვარს ვერ ვიხსენებ გვარი მაგ ვერ გაიქცე მე თავიდანვე უბრალოდ გვარი ვერ გავიხსენე ესეც და ეგარი აი ადგილად ეგარი ჩარჩენილია აზბეკში არის იმედია ჩარჩენი ჩარჩენილი რა საგანგებო სიტუაციით სამსახურს უნდა მივიდეთ ჩვენ ფაქო პოლიტიკაში უნდა მოვიდეთ მიმართო რომ ჩამოიყვანოს მიშანძროზე იმიტომ რომ რუსთავი გავუჭირ და ვეღარ იღებენ სკეჩებს და შემდეგ ან შეიძლება გაიცარი იქ ახალ ტიპაჟებს და ამო შეიძლება ახალი რა მორჩა რამდენი ავხსნი ბრავო აი არჩევნებზეც რო ვისაუბროთ ხა ეს არჩევნები რა ხდება აი რო ამიხსნა კიდევ ზოგადად ეხლა მოდი სერიოზულად ვიყავით ანუ როგორ უნდა მოხდეს ეგ მე მოქალაქეს მაქვს უფლება სადღაც კონკრეტულ ადგილას უნდა მივიდე და შემოხაზო ვინც მინდა რომ იმეროს თავის მარკირებით ეს რა საინტერესო თემაა რა საინტერესო თემა შეეხება მე მაგალითად მერის ინიციატივა მაგრად მომწონს ეს თემა ზუსტად ვიცი რომ ჩვენ ამოგვირჩევენ და SMS-საც გამოგვიგზავნიან და SMS-ის გამოგზავნა არის ანუ რაღაცა ხდება მე როგორც მოვისმინებ ბატონი ნარმანიას ინიციატივაა ეს და არის ესეთი ანუ ეს ჯერ არ არის განიხილება ეს საკითხი და არის ესეთი დამოკიდებულება ამ საკითხის მიმართ რომ რა როგორ გაშავა რა განიხილება იყო ინიციატივა რომ ხალხმა აერჩიოსო ვინც ესე იგი უნდა იმღეროსო როგორ აერჩიოს ეგ არის მე ვფიქრობ რომ მართლა ესე რომ მოხდეს აი ზუსტად ეს კონცერტი იქნება ანუ რა გამოდის რომ ხალხს არ უნდა ვკითხოთ ისე უნდა ანუ მაშინ წინააღმდეგობაში მოდივართ ხალხთან არა ხალხი არის თუ მართლა გაინტერესებს მე გეტყვი რომ ხალხი ირჩევს ვინ უნდა იმეროს ახალ წესს ხო მაგალითად გეტყვი რომ რაღაცა კატეგორიის მომღერლები უნდა იყოს მაიცა გერა არჩეული უკვე და დაბალანსებული და რაღაცეები შეიძლება აირჩიოს ხალხმა მაგრამ თლათ ესე რომ მივანდოთ ესე არ გამოვა იცი რა არის უამრავი სოციალური ის არის რა ქვია ეს ამბავია და იქიდან უნდა გამოიტანონ ანალიზი რა ალბათ რაღაცა ანუ 10 კაცი და 5 არჩევნები კი არა დასკვნა უნდა გააკეთო იქიდან რომ რამდენი დასკვნის გაკეთებას რა უნდა ჩარტები უნდა არსებობდეს რომელიც პირველად ფუძეა წარმოიდგინე რომ არჩევნებია მარტო რადიო რა ხან არსებობს რადიო უქმნის იმის საშუალება ზუსტად იმ ფანოხს
რო იყოს მოწნავე აბსოლუტურად ადგილას. რო არსებობდეს ტელევიზია, სადაც თქვათ როგორც იყო თავის დროზე ტელევიზია, ერთ დღეში, ერთ დღეში ტიპი ხდებოდა პოპულარული ან ტიპის სიმღერა იტაცებდა. მაშინ არის იმიტომ რომ დღეს აღარ არის ეს და არ კლიპს აღარ იღებს, არავინ არაფერს აღარ აკეთებს, არც არავის აღარ აინტერესებს. და შესაბამისად წამოვიდა წინაფლანგზე რადიო რამაც მე თორე არის GDS აქვს ძალიან კარგი პერსპექტივა მაგის და მინდა რომ მართლა თქვენი გადაცემის საშუალებით მართლა უთხრა რომ ის რაღაც საინტერესო პროექტები შეგვიძლია ერთად გავაკეთოთ და მართლა ის ეხლა უკვე სერიოზულად ვამბობ ერთად შეგვიძლია არა მარტო ჯგუფმა ქუჩის ბიჭებმა და GDS-მა, არამედ ზოგადად ერთად გავაკეთოთ სხვადასხვა მომღერლებთან ერთად ან ათეული ან რაღაცა რამე რეალიტი შოუ გამოსწრება კი გაქვს. არა, რეალიტი შოუა. არა, ათეული ელემენტარულად ანუ ის 10 სიმღერა რომელიც იტრიალებს ეთერში ადამიანები მე ზოგადად სხვანაირი აზრი მაქვს და მინდა რომ ოდესმე თუ შევძლებ ეს გავაკეთო რომ უბრალოდ არსებობდეს ქართული ცალკე ტელევიზია, სადაც იქნება სულ ქართული კლიპები, სულ გექნება მუსიკალური გადაცემები იქ და იქ გექნება მე მაგრამ კომპანიამ უნდა კონდეს იმის საშუალებაც უნდა კონდეს რომ თვეში ერთხელ კლიპი შენ თვითონ გადაუღო მე გადაიღებს ყველა აბსოლუტურად რომ ყველა გადაიღებს სადაც სულ ჩვენ კიდე სულ რაღაც 45 წუთს ვითხოვთ 40 წუთს სადაც უნდა გავიდეს ყველას ვიდეო ვისაც მოუნდება ეს მინიმუმი და გადაიღოს და გაუშვას კონკურენცია რომ არსებობს ის რომ ქუჩის ბიჭების შემდეგ სურვილი გაუჩნდეს კიდე სხვას და გადაიღოს ვიდეო რა ჩემი ვიდეო უკეთესია თუ იმისი ამის ბალანსი იყო ბუმი და უცებ რატო გაქრა ალბათ არ ვიყავი ან არ მაინტერესებს საიდანახი არსებობდა ამის სადაც გადაცემა კეთდებოდა კლიპები ტრიალებდა ქართული რასაც შენავო პანას ამბობილი დავიცი მაესტროს პერიოდს მე მგონია რომ მაესტროს პერიოდს გულისხმობ როცა გადიოდა კლიპები და მაშინ ხედავდით ყველას და მაშინ იყო კაი და გაგება და აბა ეხლა სადაც ავიდა ჩემო გოგონა ჩემო მამიში კომერე მოიტანა პოლიტიკა წინა პლანზე ბიჭებო კარგია სერიოზულად თემებზე ვილაპარაკეთ რაღაცა მე ხარ ტრიბუნა მინდა დაგითმო თქვენ ქუჩის ბიჭებს მიმართეთ ხალხს რატო უნდა აგირჩიოთ ხალხს ეხლა დაიწყება მალე ეს წინა საარჩევნო კამპანია წამოვა ეხლა სერიოზული რაღაცა გვაქვს მომზადებს და რაი თუ 26 მაისი მოდის და გინდა რომ აგირჩიოთ რა და დაგვიძახოთ მაგაზე ბინა 18-ში ჯგუფი ქუჩის ბიჭები თავიანთი წინა საარჩევნო კამპანიით დაამტრა მოგესალმებით საქართველოს მოქალაქეებო დღეს ჩვენ აქ შევიკრიბეთ იმისათვის რომ გაგაცნოთ ჩვენი საარჩევნო კამპანია დაუშვი და პირობას ვდებთ ჩვენი არჩევის შემთხვევაში ბენზინი გახდება 1 ლარი გაზი 50 თეთრი ხოლო ბორჯომი დაგირიგდებათ ყველას უფასოდ აგვირჩიეთ და არც მეტი არც ნაკლები აღარ ვიმღერებთ საერთოდ აბა ყველამ ერთად თქვათ საქართველო ოუა ამბობენ ჩვენი CD და DVD დისკები ყველა ოჯახს ოღონდ ჯერ ჩვენ ცარა გვაქვს ხო არა გვაქვს არა დიდას გაუტრაკებთ ღარიბს გაუჯაზებთ აღარ იქნება რუსული და ნელები ზატო იქნება რუსული და ჩქარები ოღონდ მესამე მოქალაქე დასაქმდება ჯგუფ გზავრებში ხალხს დაურიგდება დავით გომართელის უცხო სიმღერათა ლექსიკონი ხოლო გარანტიას გაძლევთ ჩვენი არჩევის შემთხვევაში ფილარმონია გადავა ქუთაისში მე როგორ მინდა შენთან მოვიდე და ღამით მოგიყვე თუ როგორ მიყვარხარ მე ვიცი ჩემი მზე რომ ისევ გაგათბობს და მინდა გაგანდო რომ ჩემი კოცნა გაგათბობს აბა ერთი შევკვერეთ ბიჭებო აბა წავედით ბიჭებო ერთად ჩატარდეს ნავი
მოგვიანებით. ისინი დღეს ჩვენ სტუმრები იყვნენ ძალიან დიდი მადლობა. სტუმრობისთვის მადლობა თქვენ. ვინა 18 და ეხლა გუშინისებს გავასწრებთ მათი ჰიტით. ეხლა გაჟღერდება ეს ჰიტი, რომელიც ორი თვე უკვე პირველ ადგილზე არის. წავიდა ჰიტი, წავიდა გუშინისები. Cacena